მოდით ნახოთ, როგორ შექმნათ მოსწავლის ანგარიში ხანის აკადემიაზე. დავწეროთ k.xanacademy.org და აქ დავაჭიროთ ამ ღილაკს. არის რეგისტრაციის სამი გზა. ორი ეს არის პირდაპირ Facebook-ის ან Gmail-ის ანგარიშით რომ შევიდეთ. ეს პრინციპში არის მოკლე გზა, მაგრამ მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება დაგჭირდეთ სკოლაში, რომ სკოლიდან შეხვიდეთ ხან აკადემიზე და შეიძლება სკოლას ქონდეს დაბლოკილი Gmail-ი ან მით უმეტეს Facebook-ი. ამიტომ ალბათ ჯობია ისევ ეს ტრადიციულად ელექტრონული პოსტით გავიაროთ რეგისტრაცია. ისე დავწეროთ სახელი, გვარი, ელექტრონული პოსტა და დავწეროთ დაბადების თარიღი. ბოლოს დავაჭიროთ აქ. ესე იგი, ახლა უნდა დავადასტუროთ ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი, დავაჭიროთ აქ. აგერ მოვიდა ეს წერილი და აქ უნდა დავაჭიროთ ამ ღილაკს. დავასრულოთ რეგისტრაცია. აქაც შევავსოთ ინფორმაციას. ესე იგი, აქ გვჭირდება სქესის მითითება, შუალი არც მივუთითოთ. შუალად დავწეროთ, აქ უნდა დავწეროთ მომხმარებლის სახელი, ახლა ეს მოსწავლის ანგარიში დავწეროთ მოსწავლე და დავწეროთ პაროლი. და ბოლოს დავაჭიროთ აქ. ხო, როგორც ჩანს, ქართული ასოებით ვერ დავწერთ, ამიტომ უნდა დავწეროთ ლათინურად. და ახლა გვეუბნება, რომ ეს სახელი დაკავებულია. მოდით ვცადოთ სხვა სახელი, იყოს ისევ student და ბოლოს ესე. ესეც ასე მოსწავლის ანგარიში შექმნით. ჯერჯერობით სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის.